არასოდეს დაიწყოთ მოყოლა თქვენი ეულად მოგზაურობების შესახებ, რადგან ეს იშვიათად გამოდის. როგორ აღვიდგინოთ სუნები და შეგრძნებები? როგორ გადმოვცეთ მეხსიერების სასაფლაოზე დამარხული მკვდარი მოგონებები? 1996 წელს, როცა პირველად ვემზადებოდი ავღანეთში წასასვლელად, კინორეჟისორი კრისტოფ დე პომპილი გავიცანი. ორივეს გაგვაჩნდა კითხვა, რამდენად ჰქონდა აზრი გადაღებას თანამედროვე სამყაროს გამოსახულებებისა და ბგერების სამქაოსში. 25 წლის შემდეგ მოვხვდი ქვეყანაში, რომელიც ომს კიდევ უფრო გაენადგურებინა. კრისტოფი ფიქრობდა, უარესი რაღა იქნებაო, სამწუხაროდ ცდებოდა. მეთაური მასუდი წინააღმდეგობის თავისუფლებისა და იმედის სიმბოლო იყო. წარმატებისა და წარუმატებლობის მონაცვლეობით, ცივი ომის ბოლო კონფლიქტში მან გაიმარჯვა, მაგრამ საერთაშორისო ტერორიზმის პირისპირ დამარცხდა. დღეს მისი მემკვიდრეობა ჩვეულებრივ პოლიტიკურ მემკვიდრეობას ცდება. ამიერიდან მის შვილში, აჰმადში განსახიერებული მასუდი წარმოადგენს სულიერ მდგომარეობას, იმედს მშვიდობაზე და წინააღმდეგობისა და თავისუფლების ნებას. ცხოვრების კვალის მსგავსად, ეს ფილმი მოგვითხრობს ხანგრძლივ მოგზაურობასა და მემკვიდრეობაზე. როცა ფანჯშირში მივდივარ, საკუთარ თავთან მარტო რჩები. 2001 წლის 9 სექტემბერმა ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. ერთ ღამეში მხიარული და ბედნიერი ბავშვი 49 წლის კაცი გავხდი. მამა ჩემივით. უნდა დამევიწყებინა ჩემი მეგობრები. ის რისი გაკეთებაც მიყვარდა. ყველაფერი, რაც სიამოვნებას მანიჭებდა. იმ ღამეს ჩემი ბავშვობა დასრულდა. უფროსების გვერდით აღმოჩნდი. უნდა მომესმინა მათი რჩევები. მელაპარაკა მათთან. გამეკონტროლებინა დიდი, მძიმე და მნიშვნელოვანი მოვლენები, რაც ძალიან სერიოზული საქმე იყო 12 წლის ბავშვისთვის. ყოველივე ამან ჩემი ცხოვრება შეცვალა. ფანჯშირში ჩასვლისას ზოგჯერ მინდა მარტო დავრჩე და იმ 12 წლის ბავშვად ვიქცე. ვცდილობ ჩემი შთაგონების წყარო მამა იყოს, რათა მისი საქმის გაგრძელება შევძლო. ჩემი ერთადერთი მიზანია მის გზას გავყვე. მედიატიკა ისტუარ ტევესთან ერთად წარმოგიდგენთ. პროდიუსერი გრეგორი შნებელანი. მასუდი, მემკვიდრეობა. სცენარის ავტორი და რეჟისორი ნიკოლა ჟალო. მამა ჩემი ქაბულში დაიბადა, საშუალო კლასის ოჯახში. მამამისი არმიის ოფიცერი იყო. დედა დიასახლისი. ისე ცხოვრობდნენ, როგორც საშუალო კლასს შეეფერებოდა. მამა ქაბულის სკოლაში დადიოდა. სწორედ იქ გაიგო, რომ არსებობდა გენერალი დე გოლი, რომელიც მისი შთაგონების წყარო გახდა. ფრანგული ენაც იქ ისწავლა, რამაც ჩემი აზრით მისი ხასიათი გამოაწრთო. იმ ხანად, ავღანეთში მიმდინარე სამწუხარო მოვლენებისა და იმდროინდელი მთავრობის სისასტიკის გამო, იძულებული გახდა რევოლუციას შეერთებოდა, რადგან სხვაგვარად საკუთარი სინდისის წინაშე მართალი ვერ იქნებოდა. სწორედ ასე დაიწყო ყველაფერი. 1973 წელი. თავხედობის სამეფო წოდებულ ავღანეთს მეფე მართავს. როცა 1973 წელს ყოფილი პრემიერ-მინისტრი დაუდი საბჭოელების მიერ ფორმირებული ავღანეთის არმიის მხარდაჭერით სახელმწიფო გადატრიალებას აწყობს.
აჰმად შაჰი ჯერ 20 წლისაც არ არის, მაგრამ უკვე არჩევანი უნდა გააკეთოს. ან ქაბულში დარჩეს, საინჟინროზე სწავლა გააგრძელოს და კომუნისტებს შეეკრას, ან იატაკ ქვეშეთში გადავიდეს. აჰმად შაჰი წინააღმდეგობას ირჩევს და მეტსახელად მასუდს ირქმევს, რაც ავღანურ ენაზე იღბლიანს ნიშნავს. მასუდმა თავისი გენიალური გამჭრიახობით მალე გააცნობიერა, რომ ავღანეთის კომუნისტური პარტიები საბჭოთა პოლიტიკის სამსახურში იდგნენ, რაც მისთვის მიუღებელი იყო. მეტნაკლებად სამართლიანი საზოგადოების შესაქმნელად ერთადერთი შესაძლო გზა არსებობდა, რის გამოც ის ისლამური პარტიისკენ გადაიხარა და ისლამური რევოლუციონერი გახდა. პაკისტანი მიესალმა ისლამისტ ბოევიკებს და სწორედ მაშინ რამდენჯერმე მითხრა, სანამ ავღანელ კომუნისტებს საბჭოელები იყენებენ, ავღანელ ისლამისტებს პაკისტანელები გამოიყენებენო. 1978 წელი. იმ დროს, როცა პაკისტანი ავღანეთის ახალი რეჟიმის მოწინააღმდეგეთა მოძრაობას აკონტროლებს, 1978 წლის აპრილში ქაბულში დაუდს სისხლიანი გადატრიალების შედეგად ამხობენ. ამას ავღანელ კომუნისტებს შორის შიდა ბრძოლები მოჰყვა. შექმნილი სიტუაცია ძალიან აღიზიანებს მოსკოვს და მის ლიდერს ლეონიდ ბრეჟნევს. ახალგაზრდა მასუდი პეშავარშია გასახლებული. ის ზომიერი ისლამის მომხრეა, ისლამისტებისგან დისტანციას იცავს და ჯამიატ ისლამის უერთდება, 7 პარტიიდან ერთ-ერთს, რომელიც ქაბულის კომუნისტურ რეჟიმს უპირისპირდება. ერთი ფრანგი მასთან ერთად რამდენიმე კვირას ატარებს. ამ შეხვედრაზე ბევრი არაფერია ცნობილი. ყუთის ძირში რამდენიმე გამოუქვეყნებელი ფოტოა, რომლებიც მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ფოტოგრაფის მიერაა გადაღებული. მისი სახელია რეიმონდ დეპარდონი. ავღანეთში მხოლოდ ერთხელ იყავით? დიახ. დეპრესია მქონდა. პირადი ურთიერთობა ვერ ამეწყო და გადავწყვიტე წავსულიყავი. ბეირუთში შავ-თეთრი ფოტოები გადავიღე. მე ბრძოლებს ვახლდი. ეს ცნობილი ფოტოც სწორედ იმდროინდელია. მითხრა უნდა გამომყვეო. სირბილით ავედევნე და თან ვუღებდი. ამიტომაა ეს სურათი ასეთი. ერთი კვირის თავზე სარდაფებში ცხოვრება მომეზრდა. ავღანეთიდან დეპეშები მოდიოდა, სადაც ნათქვამი იყო, რომ მტოლვილები პაკისტანს აფარებდნენ თავს. რაღაც ინფორმაციას ფლობდით, მაგრამ ზუსტად არ ვიცოდით ავღანეთში რა ხდებოდა. საუბრისას შემთხვევით გავიგე, რომ პაკისტანი Airways რეისი ჰქონდა, რომელიც ღამის 2-ზე ბეირუთიდან მიფრინავდა. პეშავარში დაჯდებოდა და დილის 6-ზე კარაჩაში იქნებოდა. მიფიქრე დასაკარგი არაფერი მაქვს მეთქი და თვითმფრინავში ჩავჯექი. ინგლისური ცუდად ვიცოდი. იმ თაობის წარმომადგენელი ვარ, ვისაც სკოლაში ინგლისური არ უსწავლია. მხოლოდ სერტიფიკატი მქონდა. მკითხე, შეიძლება ავღანეთში თქვენთან ერთად წამოვიდე მეთქი. მიპასუხე, შეიძლებაო. არ ვიცი როგორ გავბედე, მაგრამ ვიკითხე. შემთხვევით ფრანგულენოვანი გიდი ხომ არ ყავთ მეთქი. ღამის 11-ზე პეშავარის სასტუმროს ნომრის გარზე ვიღაცა მომიკაკუნა. მეტისმეტად მოკრძალებულმა მესიამ მითხრა, თქვენი გიდი ვარ, მე ვიქნები თქვენი თანმხლები. მაგრამ ხვალ ბაზარში უნდა წავიდეთ, რომ თქვენთვის ტანსაცმელი ვიყიდოთო. ღია ფერის თვალები გაქვთ. ამიტომ პრობლემა არ შეგვექმნება. ვიტყვი, რომ მუნჯი ავღანელი ხართ და ქვეყანაში დაბრუნდით. ამიტომ არ უნდა ილაპარაკოთ. ჩემთვის ასეთი რამ არასდროს შემოუთავაზებიათ, მაგრამ სხვა რა გზა მქონდა. მეორე დღეს ჩიტრალში ჩავფრინდით. მერე კი ნურისტანის მიმართულებით წავედი მასუდთან ერთად, რომლის მხოლოდ სახელი ვიცოდი. მაშინ ძალიან ახალგაზრდა იყო, 20 წლის იქნებოდა. ნურისტანში ალბათ იმიტომ, რომ პაკისტანს ესაზღვრებოდა და იქაურები აჯანყების საკითხში უფრო დაწინაურებულები იყვნენ. და დაიწყო ჩვენი
საოცარი მოგზაურობა. ყველა შეიარაღებული იყო. ეს ფოტო ძალიან მიყვარს. პატიმრები გამოჰყავდათ და კედლებთან აყენებდნენ. სრული სიმშვიდე იყო. ისინიც ავღანელები იყვნენ. მოკლას კი არა. გათავისუფლებას უპირებდნენ, მაგრამ ასე აყენებდნენ კედელთან, რაც არასასიამოვნო მოგონებებს აღწევს. ზოგჯერ კი ასე ისხდნენ. რაღაც მომენტში პაკისტანის მიმართულებით წავედი. და სწორედ იქ დავუშვი შეცდომა. ამ ფოტოზე წარმოდგენილი ბატონი პაკისტანელია. მე კი ავღანელი მეამბოხი მეგონა. და პუშტუნური დრაპირებული ტანსაცმელი მოვიშორე. ყოველთვის ვამბობ, რომ ორი სამყარო არსებობს. შეკერილი და დრაპირებული. ჩვენ შეკერილი ტანსაცმლით დავდივართ. დედამიწის ნახევარი კი დრაპირებულით. ავღანეთში ყველა ასეა. პონჩოს ქვემოდან აპარატი გამოვიღე ფოტოს გადასაღებად. ამ მომენტში რაღაც მოხდა. კარგად ვერ გავიგე, რადგან ენა არ ვიცოდი. მასუდი ჩემთან მოვიდა და მითხრა, სასწრაფოდ უნდა წახვიდე. გაგშიფრეს. მიხვდა, რომ დასავლეთიდან ხარ და უთუოდ დაგაპატიმრებენო. ძალიან ვინერვიულე. რადგან შეიძლებოდა გადაღებული ფილმები დამეკარგა. ჩადიში ისედაც დავკარგე დიდი მასალა. ამიტომ ჩანთა მასალიანად მასუდს მივეცი. და ვუთხარი, პეშავარის სასტუმროში შევხვდეთ მეთქი. ოფიცერი მოვიდა, რომელმაც დამკითხა. თავი გამოვიშტერე. თითქოს ვერაფერს ხვდებოდი. 4000 მეტრის სიმაღლეზე ხეობაში გახლდით. შეგიძლიათ წახვიდეთო, მაგრამ ჰიმალაის მთებში ვიყავით. საით უნდა წავსულიყავი. იმ ტიპმა პეშავარისკენ გაიშვირა ხელი. იმ მომენტში გვერდით არც მასუდი მყავდა, არც არავინ. ჯერ დღე იყო. გზაზე ჩავედი. სატვირთო მანქანა გავაჩერე და პატარა სოფლამდე გავყევი. სასტუმრო მოვძებნე, სადაც დავიძინებდი. მერე როგორღაც პეშავარამდე ჩავაღწიე. ძალიან მეშინოდა და თავს ვიმედებდი, რომ მასუდს არაფერი შეემთხვეოდა. ერთმანეთს სასტუმროში შევხვდით. მასალა იქ მომიტანა და ისე გამიხარდა, რომ ჩავეხუტე. გაოცებული დარჩა, მაგრამ სიხარულისგან თავი ვეღარ შევიკავე. ეს ფოტო ძალიან მიყვარს. აქ მე მიყურებს. ფოტოებს ხშირად ვერ ვუღებდი, რადგან ჩემი გიდი იყო. გიდებს კი სურათებს არ უღებენ. ავღანეთში წინააღმდეგობა გრძელდებოდა და ვხედავდი, რომ მასუდი გავლენიანი პირი ხდებოდა. მეთაურ მასუდს ეძახდნენ. პანჯშირის ხეობას ისმართავდა. წელი. ამ შეხვედრიდან რამდენიმე კვირის შემდეგ მასუდი თავის მშობლიურ პანჯშირში ბრუნდება. მოჯაჰედები, რომლებიც ქაბულის კომუნისტური ხელისუფლების წინააღმდეგ გამოდიან, მას მეთაურად ირჩევენ. 1979 წლის დეკემბრის ბოლოს ქვეყანაში წესრიგის დამყარებისა და ავღანელი კომუნისტების დახმარების მიზნით წითელი არმია ავღანეთს იპყრობს. ოპერაცია მკაცრადაა გასაიდუმლოებული. ბრეჟნევისგან ოფიციალურად ეს არის შეზღუდული კონტინგენტის გაგზავნა მოძმე ქვეყნის დასახმარებლად. პირველი დაბომბვების დროს მოვლენების შუაგულში ხვდება ტურისტი. კუმჟას საძებნელად ვიყავი გასული. ბოლოს ავღანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ბადახშანში კოქჩას შენაკადში ვიპოვე აღმოსავლური კალმახები. ავღანელები გაოცებულნი დარჩნენ, რადგან ისინი ართევზაობდნენ. მერე მოჯაჰედები მოვიდნენ ჩემს სანახავად. ჩათვალეს, რომ შეიძლებოდა ჯაშუში ყოფილიყავი ან ვიღაც, ვის ინდობაც არ შეიძლებოდა. ამიტომ დამიჭირეს.
და ფანჯშირის ხეობაში წამიყვანეს. ეს ის დღე იყო, როცა მასუდი კონფლიქტის მოგვარების ყოველ კვირეულს ხდომებს ატარებდა. ხვდებოდა გლეხებს, რომლებიც მასთან საჩივრებით მოდიოდნენ. ომი იყო და ცხადია ძირითადად საბჭოთა კავშირის მიერ წარმოებული დაბომბების გამო ჩიოდნენ. ზოგჯერ პირადული კონფლიქტების გამოც. ლუი მე-9 წმინდა თავისი მუხის ქვეშ არასოდეს მინახავს. მაგრამ დაახლოებით იგივე სცენა იყო. ის უსმენდა, როცა ადამიანი თავის პრობლემას აუხსნიდა. ცოტა ხანს ჩაფიქრდებოდა და ეტყოდა. ეს ძალიან მარტივია. ამას გავაკეთებ. ასე მოიქცევი. ანუ ბრძანებებს იძლეოდა, რომელთა აღსრულებაც ადვილი ჩანდა. მერე მე მკითხა, რა მინდოდა ავღანეთში? იმ მომენტში, როცა ჩაიზედა პატიჟა, საბჭოთა თვითმფრინავები, საბჭოთა ბომბდამშენები გამოჩნდნენ. და ხეობის სოფლების დაბომბვა დაიწყეს. მასუდმა ხელი ჩამალო. დინარისკენ გავიქეცით და იქვე ბაღში დავიმალეთ. დაბომბვა დაახლოებით 9 საათს გაგრძელდა. მერე ჩაის დასალევად წავედით. მასუდმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. უკან დაბრუნებისას სულ უფრო მეტ ადამიანს ხვდებოდი, რომლებიც ავღანეთით იყვნენ დაინტერესებულნი. სწორედ იმ პერიოდში გავიცანი ლორანს ლომონიეც, რომელიც გადაუდებელი დახმარების საერთაშორისო სამსახურში იყო. და ვუთხარი, თუ ავღანეთში რამის გაკეთება გინდა, მასუდი ნახე, რადგან ჩემი აზრით, ამ კაცს წინააღმდეგობის მოძრაობაში დიდი მომავალი აქვს მეთქი. – 1980-იან წლებში ავღანეთში ცოტა ადამიანი თუ ბედავდა წასვლას. ჟან ჟოზე მიამბო, რომ შეხვდა მეთაურს, რომელსაც ბევრი საკითხის მოგვარება სურდა. ამან ჩემზე ძალიან იმოქმედა, რადგან როცა სამედიცინო მისიაში ხარ, მომავალზეც უნდა იფიქრო და თუ ეს კაცი ადგილობრივი სისტემის აწყობაში დაგვეხმარებოდა, ეს ჩვენთვის სტიმული იქნებოდა. მე და ლორანს ლომონიე ერთად წავედით. 12 დღე ფეხით ვიარეთ მოჯაჰედების კოლონის თანხლებით. მსვლელობა ისლამური ჯიჰადის მიერ იყო ორგანიზებული ფანჯშირის იარაღით მოსამარაგებლად. რამდენიმე ცხენი ჩვენი წამლებითა და სამედიცინო ინვენტარით იყო დატვირთული. შუა ზამთარში ამ 12 დღიანი გასაოცარი მოგზაურობის ბოლოს ფანჯშირში ჩავედით, სადაც მასუდი დახვდა. მასუდი თავიდანვე მიხვდა, რომ ეს ომი მინიმუმ 20 წელი გაგრძელდებოდა. როცა მას პირველად შევხვდი, ავახსენი, რომ იქ მათ დასახმარებლად ვიყავი ჩასული და თუ სურვილი ექნებოდა, ჩვენთვის ადგილი უნდა გამოეყო, სადაც ჰოსპიტალს მოვაწყობდით. ვთხოვე, ჩვენთან გამოეგზავნა სტუდენტობის კანდიდატებიც, რომლებსაც პრაქტიკას გავატარებდით. დაჭრილების და ავადმყოფების მოვლის პარალელურად სტუდენტებსაც ვამეცადინებდით. როცა ავღანეთში ჩამოვიდნენ, აქ ბევრი ლიდერი, ბევრი გავლენიანი ადამიანი იყო. მათ ახალგაზრდა მამაკაცი გამოარჩიეს, რომელიც ფრანგულად ლაპარაკობდა. სხვა მოჯაჰედების მსგავსად, ისიც მთებში ცხოვრობდა. მაგრამ სამხედრო ბელადებისგან განსხვავებით, ქალების უფლებებზე, ზოგადად ადამიანის უფლებებზე ლაპარაკობდა.
ადამიანებს თავისუფლება არ ჰქონდათ და ომის პერიოდში ეს ქალები და მამაკაცები, რომლებიც ავღანეთში წავიდნენ, ნამდვილად იზიარებდნენ იმ ღირებულებებს, რომლებიც აჰმად შაჰ მასუდმა ფრანგულ სკოლაში სწავლისას შეითვისა. ადგილზე ათეულობით სამედიცინო ჯგუფი ჩადის, რათა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ადგილობრივ მოსახლეობას და მასუდის მებრძოლებს უმკურნალოს. ეს ჰუმანიტარული მისიები ძლიერ კავშირებს ქმნის. საფრანგეთში დაბრუნებისას ფრანგი ექიმები ავღანეთის საქმის ელჩები ხდებიან. შენ ხარ? დიახ, მაშინ ბანაკში მივდიოდით. ბელადი ძალიან ავად იყო. დიახ, ეს ის მამაკაცია, რომელსაც გრძელი, შავი, ხვეული თმა, ძალიან ლამაზი სახე და მუქი ფერის კანი ჰქონდა. პატარა ვაჟი ჰყავდა, რომელიც რეგულარულად მოდიოდა მამამისი სამბის გასაგებად. კაცს ძვლის ტუბერკულოზის ტანჯავდა. დიახ. ამ დიაგნოზით მისი მეგობრებიც დაიხოცნენ. დიახ. დიახ, კვდებოდა. მძიმე მდგომარეობა ჰქონდა. ეს ჰოსპიტალშია გადაღებული. ეს კაცი პატარა ნაღმზე აფეთქდა და ფეხი დაკარგა. ამავე დროს დაკარგა ძალიან ბევრი სისხლი, რის გამოც თლად გაფითრებული იყო. მკურნალობა გადასხმებით უნდა დაგვეწყო. სამედიცინო პრაქტიკა უანგარო იყო. საინტერესო, რადგან სრულიად უანგარო იყო. ჩემი ჰუმანიტარული იდეალი გახლდათ დამეცვა ყველაზე სუსტები, ყველაზე ძლიერებისგან. და როცა ამ მისიაზე გავიგე, ავღანეთში წასვლა მომინდა. მივმართე ორგანიზაციას ექიმების საზღვრებს გარეშე, მაგრამ მითხრეს სათანადო პროფილი არ გაქვთო. ჯერ ინგლისური ისწავლეთ და მერე მოდით ნახოთო. მერე სხვა ორგანიზაციას მივმართე. მითხრეს დიახ, რატომაც არა. 2-3 თვის შემდეგ ისე გავემგზავრე, რომ არც ავღანეთზე, არც ფანჯშირზე და არც მასუდზე ვიცოდი რამე, მხოლოდ მაშინ გავიგე იქ მიმდინარე მოვლენების შესახებ, როცა პარკს ვალაგებდი და მედიკამენტებს ვამზადებდი. მანამდე კი წარმოდგენა არ მქონდა რა ხდებოდა ავღანეთში, რამდენად მნიშვნელოვანი იყო წინააღმდეგობა და მასუდი. ეს მხოლოდ იქ ჩასვლის შემდეგ გავაცნობიერე. როცა ავღანეთში ჩავედი, ერთი სპარსული სიტყვაც არ ვიცოდი. ავღანეთში იმ სიტუაციაში მოხვედრა, სადაც ომია, კონფლიქტია. ნიშნავს, რომ რთულ, შეიძლება ითქვას, ინფანტილურ მდგომარეობაში ვარდები. ბავშვებივით ვიყავით. შენს უსაფრთხოებას ანდობ ადამიანებს, რომელთაც არ იცნობ, არ გესმის ენა, საკვების და თავშესაფრის მხრივ სხვაზე ხარ დამოკიდებული. ერთადერთი რაშიც კომპეტენცია გაქვს, ეს არის მედიცინა. და ასეთ დროს ფრანგულად მოლაპარაკე ახალგაზრდა, სტუმართ მოყვარე მასუდის გაცნობა ნამდვილი შვება იყო. მასთან სასიამოვნო წუთები გავატარეთ. რამაც გამბედაობა შეგვმატა და დარჩენის სურვილი გაგვიჩინა. ამ ახალგაზრდა მეთაურისთვის ფრანგი ექიმები ღმერთის საჩუქარია. თავიანთი მისიის გარდა ისინი მასუდთან ერთად სხვა საქმეებშიც ერთვებიან. მონაწილეობენ ხეობის განვითარებაში, ავღანურ წინააღმდეგობის მოძრაობასა და მასუდს ეხმარებიან. აჰმად შაჰ მასუდი დაინტერესებული იყო სისტემების შექმნით. როცა დაგვინახა, ჩვენი დახმარებით ხეობაში ჯანდაცვის სისტემის შექმნაზე დაიწყო ფიქრი. ჩვენც ზუსტად ეს გვინდოდა. შეგვექმნა ავღანური სისტემა. მოვაწყვეთ ჰოსპიტალი, დავიწყეთ სტუდენტების სწავლება. როცა იერიშები იწყებოდა, გადაწყვეტილებას მასუდი იღებდა, სად გადაენაწილებინა 17 სტუდენტი. ფრონტზე, ხეობაში თუ სამოქალაქო საზოგადოებაში. დასავლეთის ქვეყნებიდან ფანჯშირში სამუშაოდ ჩასული ხალხი მასუდმა კოკო სიდიქს ჩააბარა. ეს ახალგაზრდა ქაბულში მუშაობდა და უცხოელების მიღებას და მათთვის საჭმლის მომზადებას მიჩვეული იყო. დღე ჰოსპიტალში გავატარეთ. ჩვენს კვებაზე მზარეული ზრუნავდა. საღამოობით კი კოკო სიდიქთან მივდიოდით. საღამოებს საუბარში ვატარებდით. ზოგჯერ მასუდთან ერთადაც, როცა ჩვენთან მოდიოდა. როგორია ავღანური საღამოები? ვსვამდით ჩაის და ისევ ჩაის. როცა ჩაიდანი დაიცლებოდა, თავიდან მზადდებოდა. ლიტრობით ჩაის ვსვამდით. კარგადაც ვიკვებებოდით.
რადგან კოკოსიდიკი ყველაფერს აკეთებდა, რომ ფრანგული კერძები არ მოგნატრებოდა და საფრანგეთში დაბრუნების სურვილი არ გაგვჩენოდა. როცა ფრანგი ექიმები ჩამოვიდნენ, აქ ცხოვრობდნენ. მოჯაჰედების სიცოცხლე იმ ფრანგებზე იყო დამოკიდებული, რადგან აქ არც ექიმები ყავდა. არც მედიკამენტები გაგვაჩნდა. გვქონდა მხოლოდ მცენარე მარი, რომლისგანაც ძეც ვამზადებდით და ჭრილობაზე ვისვამდით, რომ ტეტანოსი არ განვითარებულიყო და ნაიარევი მორჩენილიყო. მასუდი აქ ხშირად მოდიოდა. დღესაც კი, როცა ჩემთან ვინმე მოდის, ვეუბნები, რომ ეს აჰმად შაჰ მასუდის სახლია. აჰმად შაჰ მასუდის, მოჯაჰედების და ექიმების. მე როგორც ავღანელი ახალგაზრდა, ამ ყველაფერში გმირობას ვხედავდი. ავღანელ ხალხს სხვა არჩევანი არც ჰქონდა, ბრძოლისა და წინააღმდეგობის გარდა. მას თავისი ღირებულებები, ხალხი და მიწა უნდა დაეცვა. მაგრამ ლორანსი, კაპუსინი, კრისტოფი და დანარჩენები ვალდებული არ იყვნენ ეს გაეკეთებინათ. ავღანეთში ჩამოსვლით მათ საკუთარ სიცოცხლეს შეუქმნეს საფრთხე. ამიტომ ჩვენთვის, ავღანელებისთვის, ლორანსი, კაპუსინი და დანარჩენები ავღანეთის ისეთივე გმირები არიან, როგორც ის ადამიანები, ვინც ქვეყნის დასაცავად იბრძოდნენ და მისთვის სიცოცხლეს წირავდნენ. შეიძლება უფრო მეტადაც კი. როცა მისიიდან დავბრუნდით, აწგანსვენებულ კრისტოფ დე პომფილის და ჩვენს მეგობარ ჟერომ ბონის შევხვდით. მათ შვებულება აიღეს, რომ 5 კვირით ავღანეთში წასულიყვნენ. ისინი თავიანთ გზას ეძებდნენ, როგორც ჩვენ ვეძებდით. მეც იგივე გავაკეთე, რაც ჟან ჟოზემ და ვუთხარი, რომ იქ შესანიშნავი ადამიანია, რომელიც უნდა გადაიღოთ მეთქი. და მასუდის შესახებ მოვუყევი. როცა პეშავარში ჩავედით, ლორანს ლომონიეს და ფილიპ მანიერს შევხვდით, რომლებიც პანჯშირიდან ჩამოვიდნენ. ეს მეტად მძიმე გამოცდილება იყო, რადგან უამრავი ადამიანის სიკვდილს შეესწრნენ, მაგრამ ბევრიც გადაარჩინეს. ლორანს ლომონიეს სახე უბწყინავდა. როცა მასუდზე გვიყვებოდა, მასზე სიყვარულით და დიდი პატივისცემით ლაპარაკობდა. ის დიდებული ადამიანი იყო. მაშინ მივხვდი, რომ მეთაურ მასუდთან შეხვედრისას იმედი არ გაგვიცროვდებოდა. იქ ასოციაციის დახმარებით წავედით, რომელსაც ლორანსი ხელმძღვანელობდა. ეს იყო საერთაშორისო სამედიცინო დახმარების ორგანიზაცია. თან გვახლდა იარაღით დატვირთული კოლონა, რაც ლორანს არ მოსწონდა. 1981 წელი. ჩვენი დანიშნულების პუნქტია პანჯშირის ხეობა. ქაბულიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 50 კილომეტრში. იქამდე მისასვლელად ამ ადამიანებმა 5000 მეტრის სიმაღლის 3 უღელტეხილი უნდა გადალახონ. ეს 400 კილომეტრის სიგრძის უსწორმასწორო გზაა, რომლის ფეხით გასავლელად 10 დღე დასჭირდებათ. თუ დღეში 15 საათსივლიან. მოუწევთ ქვის თავშესაფრებში ძილი და უსასრულო, კენჭიანი ბილიკების გავლა, რაც ჯოჯუხეთურს ხდის გადაადგილებას. ავღანეთის საზღვარი 5 საათის წინ გადავლახეთ, მაგრამ ამ პეიზაჟის ფონზე, რომელიც შეიძლება იდილიურად მოგეჩვენოთ, დიდ დამცირებას განვიცდით. ამ დაჯგუფების ერთ-ერთი მოჯაჰედი, შამანსური, ეს წუთია ჭურვის მსხვერპლი გახდა. ჭურვებს საბჭოთა ვერტმფრენებიდან უმისამართოდ ყრიან. მიწის ფერის გამო შეიძლება ადამიანმა ვერ შეამჩნიოს, გადაუაროს და დასახიჩრდეს. აქ ჭურვების გარდა საბჭოთა ძალების ყოფნის სხვა კვალი არ არის. უღელტეხილები ძალიან მაღალია. მათი გაკონტროლება მხოლოდ ვერტმფრენებითაა შესაძლებელი. ინდუკუშის მთებში ფეხით 1000 კილომეტრის გავლა გვიწევდა. მახსოვს, ეს ნამდვილი სიგიჟე იყო. ჩვენთვის სრულიად წარმოუდგენელი, რადგან ფიზიკური მომზადება ხელს არ გვიწყობდა. პანჯშირის ხეობაში ჩასასვლელად 5000 მეტრის სიმაღლის უღელტეხილების გადავლა მოგვიხდა, რათა გვენახა მასუდი და მისი ორგანიზაცია, რომელსაც იმ პერიოდში აყალიბებდა.
ანდრე მისი ფოტოები არ ქონდა და როცა პირველად დავინახე, ჩემი საყვარელი მომღერალი, ბობ დილანი გამახსენდა. ახალგაზრდა მეთაურის როლი კარგად ჰქონდა მორგებული. მასთან ინტერვიუ ჩავწერე და ვკითხე, როგორ შეძლო 5000 კაცით წინააღმდეგობა გაეწია სოფლიოში ყველაზე ძლიერი არმიისთვის. სხვათა შორის ძალიან საინტერესო ინტერვიუ გამოვიდა. პასუხი ყველა კითხვაზე მივიღე. სრულიად ბუნებრივად იქცეოდა. მითხრა ჩვენს ხალხს სიკვდილის არ ეშინია, რადგან იციან რომ თუ მოკვდებიან, ჯანაც შეუერთდებიანო. მაშინ ამ სიტყვის მნიშვნელობა არ ვიცოდი. ვეკითხები, ჯიჰადს? არა, ჯანაც. ეს ღმერთის ბაღია. ღმერთის ბაღი გაგიგიათ? ცოტა დაფიქრდნენ და გვიპასუხეს, თუ დავიხოცებით, ჯანაც შეუერთდებითო. ჯიჰადს? ანუ ჯიჰადს? არა, ჯანაც. ჯანაც. ეს ღმერთის ბაღია, გაგიგიათ? არა? ანუ როცა მოჯაჰედი კვდება, ის ღმერთის ბაღს უერთდება, ჯანაც უერთდება. 1985 წელი. პირველი ფრანგი ექიმებისა და პირველი რეპორტაჟების დაუჯერებელი ეპოპეის წყალობით ავღანური წინააღმდეგობის მოძრაობის გმირებს ერთი სახელი და რაც მთავარია, ერთი სახე აქვთ. საბჭოთა ჯარების ალყაში მოქცევა აძლიერებს მის ხატს. დავითი გოლიათის წინააღმდეგ. პროჟექტორების შუქზე მასუდი მედიის ყურადღებას იქცევს. ჟურნალი National Geographic მასთან ირანული წარმოშობის ფოტოგრაფს რეზას აგზავნის. 1985 წელს სოფლიდან სოფელში დავდიოდი იმ იმედით, რომ სადმე შევხვდებოდი. ხეობაში ჩასვლიდან მეოთხე თუ მეხუთე დღეს სოფელში ადგილობრივებს ველაპარაკებოდი. და ახალგაზრდების ჯგუფი შევნიშნე. ისინი მოგვიახლოვდნენ და დავინახე, რომ იქაურებს რაღაც დაემართათ. სხვანაირად დაიწყეს ხურება. მივხვდი, მნიშვნელოვანი ხალხი მოვიდა. ჩემგან 3 მეტრში იდგა, როცა გავაცნობიერე, რომ ეს მასუდი იყო. თანამებრძოლებს შორის მხოლოდ მას არ ჰქონდა იარაღი. ხელში ჯოხი ეკავა, რომელიც მთებში სასიარულოდ სჭირდებოდა. თქვა, აქედან წავიდეთ. ამ სოფელში ვერ გავჩერდებითო. გავყევი. მასთან ერთად 5-6 კაცი იყო. რამდენიმე მეტრი გავიარეთ. იქ ხე იყო. მითხრა აქ დავსხდეთ, დავილაპარაკოთო. ხის ქვეშ 5 თანამოაზრესთან ერთად დაჭდა. ჯოხით ხელში ნამდვილ ბელადს გავდა. ის ხეობის ლომი იყო. ფოტოზე 5 ან 6 არიან. მაგრამ ყველას ერთნაირი გამოხედვა აქვს. როცა ხის ქვეშ დავსხედით, გადავწყვიტე, მისთვის საჩუქარი გადამეცა. ჭადრაკი. იქ ჩასვლამდე გავარკვიე, რომ ჭადრაკის თამაში უყვარდა. ჭადრაკი მეც მიყვარს. ამიტომ პატარა დასაკეცი ჭადრაკი შევარჩიე საჩუქრად. როცა გადავეცი, კარგად მახსოვს. თავის ერთ-ერთ მცველს მიუტრიალდა და უთხრა, ალბათ გაგიხარდებაო. ზორბა კაცმა ზურგჩანთიდან დიდი ზომის ხის ჭადრაკი ამოიღო. ამ ქვეყანაში ძირითადად ასეთი ჭადრაკი ჰქონდათ. აღმოჩნდა, რომ მისი დაცვის თანამშრომელს ჭადრაკი ყველგან თან დაჰქონდა. მასუდმა გაგიხარდებაო, იმიტომ უთხრა, რომ ამიერიდან პატარა ჭადრაკის ტარება მოუწევდა. ძალიან კარგად თამაშობდა. ზოგჯერ ისეთ სვლას გააკეთებდა, რომ მისი გათვლა შეუძლებელი იყო. სწორედ ამაში იყო მისი ძალა. ომშიც იგივე საკეთებდა. პანჯშირის ფრონტის ხაზი რუსების მთავარი სამიზნე გახდა. პანჯშირის ხეობაში მათ 7 დიდი შეტევა და მასშტაბური ოპერაციები წამოიწყეს, რომლებშიც ჩართული იყო ასეულობით თვითმფრინავი,
ვერტმფრენი, საავიაციო ძალები, ტანკები, კომანდოს ბატალიონების ათასობით მებრძოლი და ჯარები, რომლებიც ტანკების უკან იყო განლაგებული. ფანჯშირის ხეობის ასაღებად 7 ოპერაცია ჩაატარეს, მაგრამ მიზანს მაინც ვერ მიაღწიეს. გამარჯვებული ყოველთვის აჰმად შაჰ მასუდი რჩებოდა. რუსებმა ტაქტიკა რამდენჯერმე შეცვალეს. სახმელეთო შეტევები არ ამართლებდა. საჰაერო მხარდაჭერა არ ამართლებდა. მაშინ გადაწყვიტეს მოჯაჰედების მოძრაობის და პარტიზანული რაზმების შესაჩერებლად კომანდოს ნაწილები თების მწვერვალებზე განელაგებინათ და საჰაერო მხარდაჭერით მათი ძალა ხმელეთზე გამოეყენებინათ. მაგრამ ისევ მარცხი განიცადეს. მაშინ მიხვდნენ, რომ აჰმად შაჰ მასუდი მათზე უკეთესი ტაქტიკოსი იყო. ჩემთვის მასუდი არასტანდარტული ადამიანი იყო. მაგრამ ეს არასტანდარტულობა განპირობებული გახლდათ იმ სიტუაციით, რომელშიც გაიზარდა. ციდან ხომ არ ჩამოვარდნილა. ეს ხდებოდა დღითი დღე. ეტაპობრივად 70-80-იანი წლების ავღანეთის პირობებში. ბრწყინვალე სტრატეგი მასუდი წითელი არმიის იერიშებს წინააღმდეგობას უწევს. ავღანეთში დისლოცირებული საბჭოთა ჯარების მეთაური გენერალი გრომოვი ამერიკელების როლს გმობს. ახლოს მოდით, არ ვიკვინები. დავიწყოთ. მინდა დავამატო, რომ ჯარების შეყვანა ამერიკელებმაც დადებითად მიიღეს. რამდენადაც უხეშად რომ ვთქვათ, სწორედ ამისკენ მოუწოდებდნენ საბჭოთა კავშირს, სადმე სამხედრო ძალით ჩარეულიყო. მერე გამოჩნდა ავღანეთის შემთხვევა. ამერიკელებისთვის უკეთეს ვერაფერს მოიფიქრებდი. აშკარა იყო, ამერიკელებს, ინგლისელებს და სხვა ქვეყნებს ყველანაირი ძალის ხმევა უნდა გამოეჩინათ, რათა საბჭოთა კავშირი ამ ომში ჩაეთრიათ. ეს პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო. იმ მომენტიდან, როცა შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა, რომ 1985 წლიდან ავღანური წინააღმდეგობა გაგრძელდებოდა, გაჩნდა საერთაშორისო მუსლიმანური აზრი. ანუ რომ ეს ამერიკას საბჭოთა კავშირის ომი კი არ იყო ავღანელების შუამავლობით, არამედ რეალური და საკმაოდ ძლიერი ავღანური წინააღმდეგობა. ამერიკელებმა რეიგანის ადმინისტრაციასთან ერთად იგრძნეს, რომ მათ და მათ პაკისტანელ მოკავშირეებს სათანადო პოლიტიკური საფარი ჰქონდათ წინააღმდეგობის ჯგუფებისთვის საზენიტო შეიარაღების გასაგზავნად. ამგვარად, ამერიკული დახმარების, იარაღისა და საბრძოლო მასალის ძირითადი ნაწილი ფუნდამენტალისტი რადიკალების ხელში ხვდება. ჯგუფისა, რომელსაც მალე სათავეში ვინმე უსამა ბენ ლადენი ჩაუდგება. სამაგიეროდ ფანჯშირში, მიუხედავად იმისა, რომ ამაზე ითქვა და დაიწერა, ამერიკული დახმარება არ მიუღიათ. ვაცხადებ, ამერიკელებთან არანაირი კავშირი არ გვაქვს. ბოლო შეტევისას არავინ დამხმარებია. აქ იყო ამერიკელების, უფრო კონკრეტულად ცენტრალური სადაზვერვოს სააგენტოს თამაშიც, რადგან მასუდის მტერს აფინანსებდნენ. ეს გახლდათ პაკისტანის საიდუმლო სამსახურში მყოფი პუშტუნი გულბედი ჰეკმატიარი, რომელიც დღეს ასოცხალია. მას ხელისუფლების სათავეში უნდოდა მოსვლა. თუმცა ისეთი ეფექტური ვერ იქნებოდა, როგორიც მასუდი. მაგრამ ამერიკული დახმარების 80% მაინც მან მიიღო. ეს იყო ავღანური წინააღმდეგობის ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტალისტური დაჯგუფება, რომელიც საბჭოთა კავშირის ნაცვლად ძირითადად მასუდის ხალხს ესხმოდა თავს.
ჩვენთვის, დასავლეთის ქვეყნების წარმომადგენლებისთვის, გაუგებარი იყო ამერიკელების ეს ცინიკური არჩევანი. მათ განაცხადეს, მუსლიმებს შორის ყველაზე ექსტრემისტულად განწყობილებს დავეხმარებით, რადგან სწორედ ისინი გახდებიან კომუნიზმისა და საბჭოთა კავშირის დაუძინებელი მტრებიო. რადგან პაკისტანმა გადაწყვიტა, პუშტუნები დანარჩენ ეთნიკურ ჯგუფებთან დაეპირისპირებინა, ამერიკული დახმარების 85-90%-ს პუშტუნების 5 თუ 6 პარტია ინაწილებდა. ამიტომაც დაიწყეს ტაჯიკებმა თავიანთი ლიდერის, ჰაერატის გარშემო შეკრება. ხოლო ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით ხალხი მასუდს ედგა მხარში. მათ პაკისტანისგან შორს დაიჭირეს თავი, რადგან მიხვდნენ, რომ პაკისტანელები წინააღმდეგობის მოძრაობას ართმევდნენ. სერიოზულ სამხედრო მასალას მხოლოდ მაშინ მოგვაწვდიან, თუ პაკისტანს თავს დავუხრით. ეს კი არ გვინდაო. ვიდრე მასუდის ზღვის დაუხმარებლად უწევს წინააღმდეგობას წითელ არმიას, მოსკოვში ხელისუფლების სათავეში მიხეილ გორბაჩოვი მოდის. კრემლის ახალი ლიდერი ღელავს როგორც საკუთარი ქვეყნის, ისე ავღანეთის ბედზე. როცა ხელისუფლების სათავეში გორბაჩოვი მოვიდა და პერესტროიკა დაიწყო, ზუსტად ვერ გეტყვით. შეიძლება თავად მიხვდა, ან ვინმე მუკარნახა, რომ ავღანეთში 6 წლის მანძილზე ჯარების ყოფნა დიდ თანხებთან და მატერიალურ და ფინანსურ საშუალებებთან იყო დაკავშირებული. იფლანგებოდა მორალური და ადამიანური რესურსი. რაც ჩვენთვის პლიგუსი არ იყო. თანასწავრის დროზე ხშირად გვესმოდა, მათ შორის საბჭოთა კავშირშიც, რომ 6 წლის მანძილზე ავღანეთში გამარჯვება ვერ მოვიპოვეთ. გრომოვი და გორბაჩოვი აღიარებდნენ, რომ ჯარების გაყვანის საქმეში მასუდი შეიძლებოდა პოტენციური თანამოსაუბრე გამხდარიყო. ამგვარად შენარჩუნდებოდა ძველი რეჟიმის არსი, როგორც სახელმწიფოს საფუძველი, რაც უზრუნველყოფდა საბჭოთა კავშირისთვის კეთილისმყოფელი რეჟიმის ნეიტრალიტეტს, რომელიც ნაჯიბულას ჩაანაცვლებდა. ამისთვის საბჭოთა კავშირს, ისევე როგორც გრომოვს, თანამოსაუბრე სჭირდებოდა და ეს თანამოსაუბრე მასუდი იყო. რაც შეეხება აჰმად შაჰ მასუდს, ის სრულიად არაორდინალური პიროვნება იყო. ერთმანეთს ფანჯშირში არასოდეს შევხვედრივართ. ნეიტრალურ ტერიტორიაზე ხვდებოდით. მაგალითად, ფანჯშირის შესასვლელთან, მთავარ გზაზე, რომელიც ქაბულს და სალანგის უღელტეხილს აკავშირებს ერთმანეთთან. სწორედ იქ იწყებოდა ფანჯშირის ხეობა. ეს მთების დასავლეთითაა, ქაბულთან ახლოს. მანაც იგივე გააკეთა. საერთო ჯამში ერთ ადგილზე ხვდებოდით, რომელსაც ვეღარ შევიცვლიდით. იმ ადგილზე შეხვედრამდე ბევრი დრო აღარ რჩებოდა. ალბათ საათი, საათნახევარი. როგორც წესი, მასთან ვერტმფრენით მივდიოდით. 2 ვერტმფრენით. ის ხან ცხენით მოდიოდა, ხან მანქანით, ჯიპით. ბუნებრივია დაცვის თანხლებით. ცხადია, ყველაფერზე წინასწარ თანხმდებოდით. გვქონდა მიმოწერა. წერილები საკმაოდ სწრაფად მიმოდიოდა, რადგან არსებობდნენ ადამიანები, ვინც ამაზე მუშაობდა. შეხვედრებზე ძირითადად იმაზე ვსაუბრობდით, რომ არ მომხდარიყო სისხლის ზღვრა ავღანეთის ტერიტორიიდან საბჭოთა ჯარების მომზადებისა და გაყვანის დროს. ვიცოდით, ეს მოლაპარაკებები უკვე შედგა და ფაქტმა, რომ საბჭოთა კავშირის უმაღლესი სარდლობა წინააღმდეგობის მებრძოლთა ჯგუფს, კერძოდ მასუდის დაჯგუფებას ესაუბრებოდა, ამ უკანასკნელის პრესტიჟი გაზარდა პაკისტანის საზიანოდ. 1989 წელი.
საღამო მშვიდობისა. გამარჯობა ამხანაგებო. საბჭოთა მთავრობის განცხადება. საბჭოთა კავშირმა ჟენევის შეთანხმების სრული დაცვით დაასრულა ჯარების გამოყვანა ავღანეთიდან. ამ ქვეყანაში არ დარჩენილა არც ერთი საბჭოთა ჯარისკაცი. მინდა ვთქვა, რომ არ დარჩენილა არც ერთი საბჭოთა ჯარისკაცი, ოფიცერი თუ პრაპორჩიკი. ამით დამთავრდა ჩვენი აქ ყოფნის 9 წლიანი პერიოდი. ჯერ ერთი არ ველოდებოდი, რომ ხიდზე ჩემი უფროსი შვილი დამხვდებოდა, რომელმაც ჩემთან მოირბინა. ეს იყო ერთგვარი შვება და ამავე დროს სრული სიცარიელი შეგრძნება. როგორც მაშინ მივხვდი და ახლა მით უმეტეს ხვდები, წლების განმავლობაში დაგროვილმა პირადმა პასუხისმგებლობამ და ნერვიულმა დაძაბულობამ უდიდესმა, რადგან ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო. დიახ, ნერვიულმა დაძაბულობამ ორგანიზმი იქამდე მიიყვანა, რომ როცა ხიდზე გადავედი და მივხვდი, რომ ყველაფერი დასრულდა, შინაგანი სიცარიელები ვგრძელი. საბჭოელების წასვლის მიუხედავად, მასუდი ისევ თავისი ეთნიკური ჯგუფის, ტაჯიკების ლიდერად რჩება. ტაჯიკები ავღანური მოსახლეობის 1/13-ს შეადგენენ. უმრავლესობა პუშტუნები არიან, რომლებსაც ქვეყნის ჩრდილოეთი და სამხრეთი აქვთ დაკავებული და პაკისტანი უჭერს მხარს. მასუდს ომი მარტოს არ მოუგია. მის გვერდით იყვნენ გაბედული ტაჯიკი, ხაზარი, უზბეკი და პუშტუნი მეთაურები. მათ თავიანთი წვლილი შეიტანეს წითელ არმიაზე გამარჯვებაში. 1992 წელი. თუმცა გამარჯვებულად მაინც ფანჯშერის ლომა წოდებული ტაჯიკი მასუდი გამოცხადდა, მაგრამ არა იმიტომ, რომ საუკეთესო იყო, ან დასავლეთის პრესამ მისგან გმირი შექმნა, არამედ იმიტომ, რომ საბჭოთა კავშირისა და პრეზიდენტ ნაჯიბულას კომუნისტური მთავრობის თვალში სწორედ მასუდი გახლდათ ყველაზე სანდო და ნაკლებად კორუმპირებული ლიდერი. ამას არ აღიარებს ზოგიერთი პუშტუნი ლიდერი, რომელთაგან ერთ-ერთი მასუდის დაუძინებელი მტერი გულბედინ ჰექმათი არია. მამაჩემი იყო ის ერთ-ერთი იშვიათი და მთავარი ფიგურა, რომელმაც ქაბულში შესვლისას თქვა, რომ ყველასთვის უნდა ეპატიებინათ. კომუნისტური რეჟიმის სამხედრო მეთაურებით დაწყებული, უბრალოდ ჯარისკაცებით დამთავრებული. რომ ომი დამთავრდა და შურისძიებაზე ფიქრის დრო აღარ იყო. საჭირო გახლდათ ავღანური არმიის სტრუქტურის შენარჩუნება და ერთიანობაზე, ჰუმანურობასა და ქვეყნის აღმშენებლობაზე ფიქრი. მაგრამ სამწუხაროდ ყველაფერი სხვანაირად მოხდა. როცა 1992 წელს, ანუ 11 წლის შემდეგ ქაბულში შევხვდი, სულ სხვა ადამიანი დამხვდა. შეწუხებული იყო. საზრუნავი ბევრი ჰქონდა და ყველაზე მეტად იმაზე ღელავდა. ქაბულში სისხლის გუბეები არ დამდგარიყო. ხანმოკლე ზავის შემდეგ ლოცვის დრო დგება. ქაბულელები აეროპორტთან ახლოს მდებარე მოკრძალებულ უბანს ტოვებენ. რადგან მეთაურმა მასუდმა ისინი სამხედრო ოპერაციის შესახებ გააფრთხილა, რომელიც ისლამისტი ფუნდამენტალისტების წინააღმდეგ აქ უნდა განხორციელებულიყო. დღეს ქაბულის შუაზეა გაყოფილი ჩრდილოელ მოჯაჰედებსა და სამხრეთში მოკალათებულ ისლამისტებს შორის. მასუდის ხალხმა ეს პოზიცია გუშინ დაიკავა ქაბულის აეროპორტთან ახლოს. საიდანაც მიგები ჰაერში უკვე მასუდის ბრძანებით ადის. ამ წერტილიდან ისინი კარგად ხედავენ სამხრეთით, მოპირდაპირე მხარეს მდებარე ბორცვს, რომელიც ისლამისტებს უკავიათ. ალაჰუ აკბარ, ყვირიან არტილერისტები. ღმერთი დიდია. სინამდვილეში ისინი ჯიჰადისთვის აღარ იბრძვიან. ეს არის ომი მოჯაჰედებსა და გულბედინის მომხრეებს შორის. ბავშვებს არაფერი უნახავთ 14 წლიანი ომის გარდა. ვგმობთ ამ სულელურ ბრძოლებს, რომლებსაც არანაირი აზრი არ აქვს. უკვე ათასობით ადამიანი დაიღუპა. ჩვენ არავინ გვეხმარება.
ქაბულელებს ეგონათ, რომ ომი როგორც იქნა, დამთავრდა. მაგრამ მოჯაჰედების მოსვლასთან ერთად ქაბულში ომი დაბრუნდა და ამჯერადაც შემწყნარებლობისა და დოგმატიზმის ფასი მშვიდობიანმა მოსახლეობამ უნდა გადაიხადოს. თქვი, ომი ქაბულში დაბრუნდა მეთქი. ჩემთვის გავიფიქრე, ხომ არ გავაზვიადე, მაგრამ სულაც არა. ქაბულში ომი დაბრუნდა და რამდენიმე წლის შემდეგ კრისტოფმა იქ ნანგრევები გადაიღო. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ომი გულბედინსა და მასუდ შორის, პუშტუნებსა და ტაჯიკებს შორის. ანუ ისევ იგივე. ამიტომ სწორად ვთქვი, ქაბულში ომი დაბრუნდა. მასუდ შეეძლო თავისი ხალხისთვის ებრძანებინა, რომ ადამიანები დაეხოცათ და თვითონაც მომკვდარიყვნენ. ნახე მასუდის გამოხედვა, როცა 80-იან წლებში ქაბულში მძარცველები ჩამოახრჩო. კვლელის გაყინული მზერა ჰქონდა. შევესწარი, როგორ ლაპარაკობდა რაციით და იძლეოდა ბრძანებებს. მოწინააღმდეგისთვის საიდან უნდა შემოევლოთ, როგორ დასხმოდნენ თავს, როგორ ესროლათ. ფიქრობ, მის სულიერებაზე საუბრისას ესეც უნდა აღინიშნოს. ეს ის პერიოდია, როცა ძალადობა და უსასტიკესი რამეები ხდებოდა, მაგრამ ის არაფერ შუაშია. ცხადია, არაფერ შუაშია. თუმცა ვფიქრობ, ამ ყველაფერში საკუთარ პასუხისმგებლობას მაინც გრძნობდა. და ამიტომ მისთვის ეს შავბნელი პერიოდი გახლდათ. 1994 წელი. ეს ჩემი პირველი რეპორტაჟია ავღანეთიდან. მას ქაბულის ეროვნული უსაფრთხოების შენობაში უნდა შევხვედროდი. იქ ფეხით მივედი. დავინახე, გალავნიდან კოლონა გამოდიოდა და მისი ჯიპიც შევნიშნე. კოლონის წინ დავდექი და უმწეობის ასეთი ჟესტი გავაკეთე. მანქანა გააჩერა, ჩამოვიდა და მითხრა, დაჯექიო. რეზიდენციაში ერთად წავედით. მართალია, მისი მიმდევრები ამბობდნენ, რომ ფრანგულად ცუდად ლაპარაკობდა. მაგრამ რასაც ამბობდა, სავსებით გასაგები იყო. მითხრა, როგორ ხარ? დაჯექი, ვილოცებ და მერე დავილაპარაკოთო. საუბრისას, როცა პოლიტიკური საკითხების, გაერთიანებისა და შერიგების შესახებ ვკითხე, თითქოს მექანიკურად მიპასუხა. მაგრამ როგორც კი საომარ ეპიზოდებზე, ბრძოლაზე, დაპყრობაზე, ტაქტიკასა და სტრატეგიაზე გადავედი, თვალები აენთო და საუბრის ტემპსაც მოუმატა. მაშინ მივხვდი, რაც უნდა ეთქვა მასუდის ფრანგ მიმდევრებს ან ნებისმიერ სხვას. უპირველეს ყოვლისა ის მეთაური გახლდათ, ტაჯიკი მეთაური. მასუდი მიხვდა, საჭირო იყო გარე სამყაროს თვალში საუკეთესო გამოჩენილიყო. მაგრამ სულის სიღრმეში წამითაც არ დამიჯერებია, რომ შეიძლებოდა მასუდი ავღანური მოზაიკის უდავო გამაერთიანებელი გამხდარიყო. დღეს მოკავშირეები, ხვალმტრები, ზეგმეგობრები. ალიანსები იქმნება და იშლება ერთმანეთის ინტერესების მიხედვით. ამასობაში კი ქაბული უსასრულო საომარ მდგომარეობაშია. ყოველთვის მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ წლების განმავლობაში მასუდი არაბუნებრივ კავშირებს ქმნიდა და ამას იძულებით აკეთებდა. რადგან თვლიდა, რომ სხვა გზა არ ქონდა. იცოდა, რომ ავღანელ ეშმაკებთან ალიანსი უნდა გაეფორმებინა. ასეთები კი მრავლად იყვნენ. მასუდი ალიანსს აფორმებდა ისეთ ხალხთან, როგორიც მაგალითად საიაფი იყო.
საიაფს განსაკუთრებულად ძოლდა ხაზარები. ხაზარები ავღანეთის შიიტური მოსახლეობაა. 1994-95 წლებში მისმა ხალხმა მთლიანად ამოწყვიტა ქაბულის სამხრეთ უბნების მოსახლეობა და ცხადია, ამაზე პასუხისმგებლობა მასუდს დაეკისრა, რადგან მისი მოკავშირე იყო. 1996 წელი. გულბედინ ჰექმათიარმა, რომელიც მასუდის მტერი იყო და პაკისტანი უჭერდა მხარს, ვერასდროს შეძლო ავღანეთის დედაქალაქზე კონტროლის აღება, მაგრამ მისმა მარცხმა მასუდზეც იმოქმედა. 1996 წელს 4 წლიანი სამოქალაქო ომის შემდეგ მასუდი ნანგრევებად ქცეულ ქაბულს ტოვებს. პაკისტანის სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა, რათა მასუდი დაეყვანა ტერმინამდე, რომელსაც მე ეთნარქს ვუწოდებდი, ანუ ეთნიკურ ლიდერს. მომხრევარ, ეს ტერმინი გამოვიყენოთ. ვაღიარებ, კარგი სტრატეგი და შესანიშნავი წინამძღოლი იყო, მაგრამ თავისი ეთნიკური წარმომავლობით შემოიფარგლებოდა. თქვენ პუშტუნები ხართ, თქვენ ხაზარები, თქვენ უზბეკები და ტაჯიკების ინტერესებს ვერ დაიცავთ. დაახლოებით იმავე პერიოდში პაკისტანში კიდევ ერთი დაჯგუფება, თალიბანის მოძრაობა გამოჩნდა, რომელსაც ერთადერთი მიზანი ამოძრავებდა. ხელისუფლების სათავეში მოხვედრა. ისინი სწორედ პაკისტანის მხარდაჭერით მოვიდნენ. თალიბების მიზანი იყო ქაბულში დაემყარებინათ რეჟიმი, რომელიც არსებობას შეწყვეტდა, რადგან ავღანეთის სახელმწიფო პაკისტანის პროტექტორატის სასარგებლოდ უნდა დაშლილიყო. ამიტომ ყველაფერი, რაც ამ მიზნის განხორციელებას შეაფერხებდა, დაბრკოლებად ჩაითვლებოდა და არა რადიკალიზაციის მიზეზად. რადიკალიზაცია უკვე დაწყებული იყო. თალიბებს თეორიულად, ლექსიკურად რელიგიის შემსწავლელებს, რომლებიც ულტრარადიკალი მებრძოლები ისლამისტები არიან, თან ვახლდი ყანდაარში შესვლისას. ყველაზე გასაოცარი ის იყო, რომ უამრავი ქალაქი მათ ყოველგვარი წინააღმდეგობის გაწევის გარეშე ბარდებოდა. ქალაქებს უბრძოლველად იღებდნენ. ცხადია, ჩნდებოდა კითხვა, რა ხდება? ისინი უნდა განასახიერებდნენ ყველაზე ჩამორჩენილ და იძულებით ისლამს და ყველგან ისე ხვდებიან, როგორც განმათავისუფლებლებს. ავღანელებთან საუბრისას გავიგე ამის მიზეზი. მათ მითხრეს, აღარ შეგვიძლია ამ მებრძოლების სასიზღარი ქმედებების ატანა. რეკეტი, გატაცებები, ძალადობა, ქურდობა და ასე შემდეგ. შეიძლება მოლაომარის იდეოლოგიას არ ვიზიარებთ, მაგრამ მათი დამსახურებით წესრიგი მყარდება და კორუფცია იკლებს. სწორედ ამიტომაც შედიან დედაქალაქის გარეუბნებში თავისუფლად. ბინ ლადენის ტერორისტული ორგანიზაციის ალ-ქაიდას მხარდაჭერით, თალიბები ავღანეთის ტერიტორიის 90%-ზე აწესებენ კონტროლს. თალიბები ადამიანებს ჯიან სიკვდილით, ბავშვებს თამაშს და მუსიკის მოსმენას უკრძალავენ და ყურანის სახელით ქალებს ბურკას ტარებას აიძულებენ. ამ ბარბაროსობის პირისპირ დარჩენილი მასუდი თავისუფლების სიმბოლოდ ქცეული წინააღმდეგობის მოძრაობის მებრძოლი ხდება. როგორც საბჭოთა ეპოქაში, მასუდი კვლავ ხეობის მობილიზაციას იწყებს და წინააღმდეგობის ესტაფეტას იბარებს. რამდენადაც შემიძლია ვიმსჯელო, მასუდი არასდროს ყოფილა ისეთი ბუნებრივი, როგორც მაშინ, როცა ხელმეორედ გახდა ტაჯიკეთის ომის ლიდერი. ის ძალიან იყო შეყვარებული თავის ხალხზე და თავის სამშობლოზე. კერძოდ პანჯშირის ხეობაზე. და როცა ჩემს მაშინდელ ჩანაწერებს ვკითხულობ და ინტერვიუებს უსმენ, მიჩნდება კითხვა. სულის სიღრმეში გარკვეული შვება ხომ არ იგრძნო? პაკისტანს და დანარჩენ ქვეყნებს, რომლებიც მხარს უჭერენ თალიბანს, უნდა ესმოდეთ, რომ ომი გამოსავალი არ არის. ჩვენ შეგვიძლია ომს ხელი შევუშალოთ და ავღანეთში სისხლის ზღვრა შევაჩეროთ. დადებითი მომენტი. მოსახლეობა სრულად მობილიზებულია.
სხვადასხვა ასაკის ასეულობით ქალი და მამაკაცი მზად არის ბრძოლისთვის. საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ამდენი მოხალისე არ ყოფილა. 1998 წელი. ჟურნალ ლექსპრესიდან მირეკავენ და მეუბნებიან. მასუთან ხანგრძლივი ინტერვიუს აღება გვინდა. და თუ გაინტერესებსო. რასაკვირველია, მაინტერესებს და ექსპრესის რეპორტიორ ბენსან უჟესთან ერთად მივემგზავრები. ტაჯიკეთში უნდა ჩავსულიყავით. რადგან მაშინ სხვა გზა არ არსებობდა. იქ მასუდთან ერთად 2 კვირა გავატარეთ. მას ყოველდღე ვხვდებოდით. ლექსპრესში ჩემი ერთ-ერთი უფროსი, ალენ ლუაიო, რომელიც მოგვიანებით მეგობარი გახდა, მეუბნებოდა, ბენსან, ამ პროფესიაში უიღბლობა პროფესიული შეცდომაა. იცოდე, შეცდომა არ უნდა დავუშვათ, რადგან ძალიან გაგვიმართლა. ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეს აეროპორტში ჟურნალ ფიგაროს ჯგუფს შევხვდით. გვითხრეს, მასუდ 3 კვირა უკან ვდიეთ და მაინც ვერ ვნახეთო. 24 საათში პანჯშირში ვიყავით. ჩვენი ნიჭი აქ არაფერ შუაშია. ეს წმინდა წყლის იღბალი იყო და სხვა არაფერი. როცა ზურმუხტებით მოვაჭრე 2 პოლონელი შეხვდა. ისინი პანჯშირში უნდა ჩასულიყვნენ და დოლარები მასუდისთვის ძვირფას რეგიონში დინამიტის გამოყენებით მოპოვებულ ზურმუხტებზე გადაეცვალათ. დაგვირეკეს, მზად იყავით, ხვალ დილას მიემგზავრებით საბჭოთა ვერტმფრენითო. ტაჯიკეთში 24 საათის ჩასულები არ ვიყავით, როცა მასუდმა თავის გარემოცვას გამოუცხადა, ეს 2 წამოყვებაო. პირველ დღეს უამრავი ადამიანი მოვიდა. მასუდი მაგიდასთან დაჯდა. ჩემოდანი გახსნა და იქიდან ზურმუხტები ამოალაგა. ამ მოგზაურობის დროს ბედნიერება მხვდა წილად, ისეთი სიტუაციები აღმებეჭდა ფირზე, რომელთა მსგავსშიც აღარასდროს მოვხატრილ ვარ. ზურმუხტებით ხელში მასუდის ფოტო სხვაგან არსად მინახავს. ზურმუხტები მას ბრძოლის დასაფინანსებლად სჭირდებოდა. მერე მასთან ერთად მოგზაურობა დავიწყეთ. ყველგან თან დავყავდით. და ეს საკმაოდ უჩვეულო იყო. ერთხელ მასთან ერთად ვერტმფრენით გავფრინდით და აღმოჩნდა, რომ თავადაც ერთ-ერთი პილოტი იყო, რამაც ძალიან გაგვაოცა. მალე მივხვდით, რომ ჩვენთან ერთად ჰექმათიარის ახლობელიც იყო და მასუდის სწორედ მასზე ცდილობდა შთაბეჭდილების მოხდენას. მასუდმა 2 პილოტს შორის დაფაგადო და პერიოდულად მათთან ჯდებოდა. პილოტები ყველა მდინარესთან ჩაჰყავდა და ვხედავდით, როგორ ინიშნავდა გეოგრაფიულ დეტალებს, რომლებიც ოდესმე ბრძოლისთვის გამოადგებოდა. იგივე ხდებოდა ისეთ ზონებშიც, რომლებსაც კარგად იცნობდა. და ეს ძალიან საინტერესო იყო. მე და პასკალი ანთოლოგიურ სცენას შევესწარით, რასაც ვერაფერი წაშლის. და უკანასკნელ ამოსუნთქვამდე მემახსოვრება. გაირკვა, რომ იმ მომენტში, ბანგიში, თალოქანის გვერდით ფრონტის ხაზი გადიოდა. თალოქანი სტრატეგიული პუნქტი იყო ქაბულის გზაზე. აღმოჩნდა, რომ გასულ თვეში ის თავიდან დაიპყრეს. ბანგის გზა ჩახერგილია და რეალური რისკი არსებობს. აქ კი დაუჯერებელი სცენის მომსწრენი გავხდით. რაღაც შემაღლებულზე ვიმყოფებით, რომელიც სინამდვილეში კაზმატის სახურავია. ნახეთ დილის 8-დან 16-17 საათამდე მონაკვეთში, უხილავი ძაფებით როგორ შემოატრიალა დიდმა მეთოჯინე მასუდმა ბრძოლის მიმდინარეობა თავისი გენიოსობის წყალობით. თავიდან ის სატელიტური ტელეფონით და რადიო გადამცემითაა შეიარაღებული. მასუდი თავის მეთაურებს უკავშირდება. ქვევით საშინელი პანიკაა. ალაჰუ აკბარ. ამირ საიდი მოკვდება. ის კი მათ მიმართავს. ჯამშედ, ობაი და ასე შემდეგ, ერთმანეთის მიყოლებით.
მასუდი მათ ამშვიდებს. ეს ადგილები ზეპირად იცის. მათგან კილომეტრები დიდი მანძილი გვაშორებს, მაგრამ ლიდერი მაინც ახერხებს თავისი ხალხის პოზიციებზე დაბრუნებას. რაღაც მომენტში მისი ერთ-ერთი მეთაური რაციით უკავშირდება. ის ქვევითაა. ერთ-ერთ კოლონაში და კონტრშეტევაზეა გადასული. გვესმის მეთაური ეუბნება: ალაჰუ აკბარ და აფეთქების ხმა. ყველანი მივხვდით, რომ მეთაურს რაღაც შეემთხვა. მაგრამ სერიოზული არაფერი. ნახევარი საათის განმავლობაში მასუდი ხან რაციით, ხან სატელიტური ტელეფონით ცდილობდა მასთან დაკავშირებას, მაგრამ უშედეგოდ. სწორედ იმ მომენტში გადაუღე ეს ფოტო. მასუდი იცდის, იმედს არ კარგავს, რომ მეთაური გამოჩნდება. ის აქეთ-იქით დადის. ამ დროს სხვაზე არაფერზე ფიქრობს, ის მარტოა. მერე რაღაც მომენტში მეთაური რაციით კავშირზე გამოდის. მასუდი მას ინსტრუქციებს აძლევს, რაციას ხელს უშვებს და ლოცვას იწყებს. დრო გადის. გვგრძნობთ, რომ ბრძოლის მიმდინარეობა იცვლება და ბოლოს 17 საათისკენ პოზიციები დაბრუნებულია. თალოქანი დაცულია. და ამ დროს ჩვენთვის მწვანე ნესვები მოაქვთ. მასუდი საქმეშია ჩართული. თალოქანთან დაკავშირებით ინსტრუქციებს იძლევა და პარალელურად ჩვენ მოგმართავს. მეგობრებო, ყურადღებით იყავით. მწვანე ნესვმა მუცლის ატკიება იცის. ბევრი არ შეჭამოდო. ეს ყველაფერი საკმაოდ სიურეალისტური იყო ახალგაზრდა კაცისთვის. თუმცა მასუდს ეს ავღანური ხასიათიც ჰქონდა. სტუმარი ხარ, ამიტომ ყოველთვის ყურადღებას გაქცევენ. რაღაც მომენტში წამოწვა და პასკალმა დიდებული ფოტო გადაუღო. ციხესიმაგრის სახურავზე წამოწოლილი მასუდი თვალებზე ჩამოფარებული ქუდით. ფიქრობ ძალიან გამიმართლა, რომ მის პირად გარემოში შესვლა შევძელი. მაგრამ დისტანცია შევინარჩუნე. ეს ფოტო ძალიან მიყვარს. აქ შეკრებაზეა სხვადასხვა მეთაურთან ერთად. ამაზე ხშირად არ ლაპარაკობენ, მაგრამ მასუდი უაღრესად რელიგიური ადამიანი იყო და ისევე როგორც ყველაფერი, ავღანეთში შეკრებებიც ხშირად ლოცვით იწყება. პერსონაჟმა მოახდინა თუ არა ჩემზე შთაბეჭდილება? დიახ, რასაკვირველია, დიახ. მასში იყო რაღაც შინაგანი ცეცხლი. თითქოს შინაგანად იწვოდა. მის მშვიდ ბრაზიან და ზოგჯერ ველურ გამოხედვაში იყო რაღაც უნიკალური, რაც ცოტა ადამიანში შემხვედრია. თუმცა ამავე დროს ჩემს თავს ყოველთვის ვუკრძალავდი, ჩამეცვა მაისური წარწერით Masud forever. მასუდი, წინააღმდეგობის მოძრაობის წევრი, წარმოადგენს სიმპათიური მიამბოხის ხატს, რომელიც სამართლიანი საქმისთვის იბრძვის. თალიბების წყალობით მან ლეგიტიმაცია დაიბრუნა და მედია საშუალებების წინა პლანზე დაბრუნდა. ახლა მასუდი იმაზე მეტია, ვიდრე წინააღმდეგობის მოძრაობის ერთი უბრალო წევრი. მთელი მსოფლიოს ჟურნალისტები მას უყურებენ როგორც გმირს. საკუთარი ხატის ტყვეობაში, პროჟექტორების შუქის ქვეშ თავისინების საწინააღმდეგოდ, ის კომუნიკაციის ინსტრუმენტი ხდება. ადამიანები მისით იმიტომაც დაინტერესდნენ, რომ ისეთ რამეებს აკეთებდა, რაც სხვებს არ შეეძლოთ. ჰქონდა სტრატეგია, გამბედაობა, იდეები. გასაოცარი ადამიანი იყო. ეს საკმაოდ კლასიკური შემთხვევაა. არსებობს ხატის, გმირის, ჩე გევარას მსგავსი ფიგურის საჭიროება. ან ისეთის, როგორიც ნელსონ მანდელა, მეამბოხის სახე, როგორიც არის დავითი გოლიათის წინააღმდეგ. უნდა ვაღიაროთ, გმირად ქცეული მეამბოხე პერსონაჟის მიღმა არსებობს მისი გარეგნობა და სიარულის მანერა. ის არ არის ჩვეულებრივი მეამბოხე დამტვერილი უნიფორმით. კარგად მახსოვს, როცა ახლოს გავიცანი, მაჯაზე ოქროს საათი შევნიშნე. Made in London. რაც საკმაოდ ძვირფასი ნივთი იყო. და ყველას ვერ ეკნებოდა. აღსანიშნავია სტილი, რომლითაც ბერეტი ახურავს. ამიტომ უჩვეულო არაფერია იმაში, რომ მასუდი თანამედროვე გმირის მოთხოვნილებებსაც აკმაყოფილებს. ჩემთვის ბერეტი სიმბოლოა.
აქ მთავარი ის არ არის, რომ მამას უგავდე. მის ხატებას მოაქვს სიხარული, იმედი და გამბედაობა ავღანელი ხალხისთვის. 2001 წელი. დასავლეთში მასუდი პირველად 2001 წლის აპრილში ჩადის. თავისუფლებას მოწყურებული ბელადი თავისი განუყრელი კოსტიუმით ცოტა ხნით ჩერდება პარიზში. თუ თანამოაზრეები და მეგობრები ისახუდებიან როგორც სახელმწიფოს მეთაურს, ფრანგი მმართველები ყურადღებას არ აქცევენ. საგარეო საქმეთა სამინისტროში მასუდს ცოტა ხნით მხოლოდ უბერ ვედრინი ხვდება. ფიქრობ შეიძლებოდა 2001 წელს მასუდი საფრანგეთში ოდნავ განსხვავებულად მიეღოთ. ევროპარლამენტში ის მიიღეს, მაგრამ საფრანგეთში მას არც პრეზიდენტი შეხვდა, არც პრემიერ-მინისტრი. ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან გზავნილი, რომელიც მას უნდა გაემჟღავნებინა, ფიქრობ ორივესთვის საინტერესო იქნებოდა. მასუდს უნდა დაეთქვა ყურადღებით იყავით იმასთან დაკავშირებით, რაც მოხდება. ეს ერთგვარი გაფრთხილება იყო. მასუდი საფრანგეთში ევროპარლამენტმა მიიწვია ოფიციალურად, სადაც მას მოусმინეს და მისი გზავნილი სერიოზულად მიიღეს. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ევროპარლამენტში. ბედნიერი ვარ, რომ გმასპინძლობთ. როგორც მოგეხსენებათ, თალიბებს, რომლებიც ამჟამად ავღანეთში მოქმედებენ, სპეციფიკური ხედვა და ინტერპრეტაცია აქვთ ისლამთან დაკავშირებით. მოკავშირე დაჯგუფებები, როგორიც მაგალითად უსამა ბენ ლადენის დაჯგუფება, თალიბების შეხედულებებს იზიარებენ. მათი მიზანი მხოლოდ ავღანეთით არ შემოიფარგლება. ეს მათთვის პირველი ეტაპია. მერწმუნად მიზნის მისაღწევად ისინი მთელ მსოფლიოში იმოქმედებენ. ამ მუქარის მიღმა დგანან პაკისტანის საიდუმლო სამსახურები, რომლებიც მხარს უჭერენ ამ ექსტრემისტულ დაჯგუფებებს. ის საფრანგეთში ამ გზავნილის სათქმელად ჩამოვიდა. სადამ მსოფლიო გაეფრთხილებინა ექსტრემიზმისა და ტერორიზმის აღზევების შესახებ, მაგრამ არ მოусმინეს და მუქარის მასშტაბები ვერ გააცნობიერეს. მერე უკვე ძალიან გვიანი იყო. მასუდი ინგლისურად არ ლაპარაკობს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია. მასუდი ინგლისურად არ ლაპარაკობს, ამიტომ ამერიკელებისთვის შესაძლო თანამოსაუბრედ ვერ ჩაითვლება. ეჭვგარეშეა, რომ პაკისტანთან დაკავშირებით არსებობდა ახალი პოლიტიკური რეალობა და ზრუნვა სავაჭრო პარტნიორზე. ცხადია, საქმე შეიარაღებას ეხებოდა. ვიცით, რომ იმ პერიოდში ფორმდებოდა ძალიან მნიშვნელოვანი კონტრაქტები და ისიც კარგად არის ჩვენთვის ცნობილი, რომ პაკისტანური დიპლომატია მზე აქტიური გახლდათ, როცა საქმე მისი კომერციული პარტნიორების ინტერესების დაცვას ეხებოდა. მოკლედ რომ ვთქვათ, ყველას მოუწოდებდნენ ნუახვებით ამ ტაჯიკს ავანტიურაში. იფიქრეთ თქვენს სამუშაოზე, არსენალსა და იარაღის ქარხნებზე. პაკისტანის საიდუმლო სამსახური შეშფოთდა, როცა მასუდი ევროპაში ჩამოვიდა და 2001 წლის გაზაფხულზე სტრასბურგში ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა. გადაწყდა, რომ ის უნდა მოეკლათ, რადგან ავღანეთთან დაკავშირებით თალიბებისგან განსხვავებული მოსაზრებები გამოთქვა. თალიბები 1996 წლიდან იყვნენ ხელისუფლებაში. პერსონაჟის გარკვეული ასპექტების კრიტიკა ამ პირიქით შექება სავსებით ნორმალურია, მაგრამ მას ეროვნულ გმირად თვლიდნენ. ეს კი თავად ბენ ლადენისთვის იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ ის აუცილებლად უნდა მოეკლა. ამის გაკეთების ერთადერთი გზა თვითმკვლელი ტერორისტის გამოყენება იყო. იმ დროს, როცა თალიბები
Panjshiris ხეობას მიადგნენ და ორივე მხრიდან დაიწყეს შეტევა. მამამ თავის ბაღში სახლის აშენება გადაწყვიტა. რამაც მთლიანად შეცვალა მთელი დინამიკა. ამან თალიბების პროპაგანდა სრულიად არაეფექტური გახადა. თალიბები ამბობდნენ, აჰმად შაჰ მასუდი აქედან მიდის, მაგრამ შეხედეთ, სახლს აშენებს. არა, არსად არ მიდის, ფხვილი იქნება. ხეობამ აღორძინება დაიწყო. მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ აღარ მივდიოდით. იმ ახალ სახლში მხოლოდ 15 დღე ვიცხოვრეთ და ეს 15 დღე ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ლამაზი დღეები იყო. გათვალისწინებული იყო, რომ საფრანგეთში იმ დღეს 2001 წლის 9 სექტემბერს უნდა გამგზავრებულიყავი. და მეორე დღეს 10 სექტემბერს ევროპარლამენტის თავმჯდომარეს ნიკოლ ფონტენს შევხედროდი. ეს იყო ჩვენი პირველი მოგზაურობიდან 5-6 თვის შემდეგ. მას უწუნდოდა მისთვის ეცნობებინა ავღანეთში განვითარებული მოვლენების შესახებ. მასუდი საფრანგეთში ვიზიტიდან 5 თვის შემდეგ 2001 წლის 9 სექტემბერს ჟურნალისტის ფორმაში გამოწყობილი ეს ორი ტერორისტი კამიკაძე ტერაქტს მოაწყობს ავღანური წინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერის წინააღმდეგ. უკვე გამგზავრებას ვაპირებდი, როცა სამწუხარო ამბავი გავიგე, რომ მეთაური დაჭრეს. ჩემთვის ეს ძალიან მძიმე მომენტი იყო. შეიძლება ითქვას, რომ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმეც კი. Panjshiris დაზვერვის სამსახურის უფროსი მამას სახლში მოვიდა. როგორც წესი, როცა მოდიოდა, მეკითხებოდა, აჰმად როგორ ხარ, მაგრამ მაშინ არაფერი უთქვამს. როგორც კი დამინახა, ყირილი დაიწყო და ბაბუაჩემის სახლისკენ გაიქცა. უცნაური იყო. ბაბუას შორიდან ხედავდი მის აღებ ოთახში. მათ ფანჯრიდან ვაკვირდებოდი. დავინახე, ბაბუამ თავი დახარა და ასე აკეთებდა. ცრემლების დამალვას ცდილობდა. აშმანმა ბაბუას უთხრა, რომ რაღაც მოხდა. რომ აჰმად შაჰ მასუდი დაჭრილი იყო. კარგად მახსოვს, დედა. იჯდა. დღემდე მახსოვს მისი სახე. კედელს უყურებდა და ნელ-ნელა ცრემლები წამოვიდა. მხოლოდ ეს თქვა. არა, არ დაჭრილა. აღარ არის. სულ ეს იყო. მან იცოდა და თქვა, რომ აჰმად შაჰ მასუდი უბრალოდ არ დაჭრილა. როცა გავიგე, რომ მეთაური დაჭრილია, სანიტარული ევაკუაციის ორგანიზება და მისი საფრანგეთში გადაყვანა მინდოდა. სამზადისი დავიწყე თუ არა, შემატყობინეს, რომ უკვე გარდაცვლილი იყო. მაგრამ ეს ინფორმაცია კონფიდენციალურად უნდა დარჩენილიყო. აბსოლუტური საიდუმლო იყო. ყველაფერი იმაზე მიანიშნებდა, რომ მამა აღარ იყო. მაგრამ დაჯერება არ მინდოდა. იმედი მქონდა, თუ დაჭრილია, რას აკეთებენ? სად არის დაჭრილი? თუ სიარული არ შეუძლია და ინვალიდის ეტლში ზის, მისი ტარების უფლებას არავის მივცემ. ამას მე გავაკეთებ. თუ მაგალითად, თუ თვალები აქვს დაზიანებული და მზისგან დამცავი სათვალე სჭირდება, მე გავუწმენთ. თუ ვეღარ ლაპარაკობს, ვეღარ ხედავს, ან აღარ ესმის. ამას არ აქვს მნიშვნელობა,
სიცოცხლის ბოლომდე მეყვარება და მისთვის ყველაფერს გავაკეთებ. წამითაც არ მინდოდა იმის წარმოდგენა, რომ აღარ იყო. გავრცელდა ბევრი ურთიერთგამომრიცხავი ჭორი და ინფორმაცია. ეს იყო მამაჩემის მეგობრების შესანიშნავი სტრატეგია. საიდუმლო შენახვა. ჩვენგანაც კი. არაფერი თქვეს. რომ ხალხის დემორალიზება არ გამოეწვიათ. რამდენიმე დღის შემდეგ სიმართლე გვითხრეს. აუტანელი იყო, მაგრამ ის საიდუმლო უფრო მოკვლავდა. ამერიკის ხმას უსმენდით, როცა გავიგეთ, რომ ნიუ-იორკში თვითმფრინავი შენობას შეეჯახა. თავიდან ვიფიქრე, რომ უბედური შემთხვევა იყო. მასუდის დაკრძალვაზე მივდიოდი. როცა გამოაცხადეს, რომ შენობას მეორე თვითმფრინავით შეეჯახა. შემდეგ მესამე, პენტაგონს. ამის გაგონებაზე შევხვდი. შოკის მდგომარეობაში ვიყავი. განსაკუთრებით 9 სექტემბერს მომხდარის გამო. მაშინ ვთქვით, რომ ეს უთუოდ ტერაქტი უნდა ყოფილიყო, რომელიც ნამდვილად ალ-ქაიდას მოწყობილი იქნებოდა. რამდენიმე დღის შემდეგ ეს ვარაუდი დადასტურდა. ნიუ-იორკისა და ვაშინგტონის ტერაქტების გამო მთელი მსოფლიო ჯერ კიდევ ვერ იყო გონს მოსული, როცა 4 დღის შემდეგ ჩრდილოეთ ავღანეთის მცხოვრებლები ფანჯშირის ხეობისკენ დაიძრდნენ. ათეულობით 1000 ადამიანი სატვირთო მანქანებით, ცხენებითა თუ ფეხით რეგიონის 4-ვე კუთხიდან მოდის, რათა უკანასკნელი პატივი მიაგოს თავიანთ ლიდერს, მეთაურ მასუდს. მისი ვაჟი აჰმადი, რომელიც ჯერ 12 წლისაა, ხალხის თილისმა და იმედი ხდება. მაშინ მხოლოდ იმას მივხვდი, რომ აჰმად შაჰ მასუდი მხოლოდ ცხედარი ან მხოლოდ ადამიანი კი არა. ცხედარზე და ადამიანზე გაცილებით მეტი იყო. ამიერიდან ის შთაგონებას, ემოციას, სიყვარულს და ვნებას განასახიერებდა და ყველა სისხლში ჰქონდა გამჯდარი, ვისთვისაც თავისუფლება და სამართლიანობა მნიშვნელოვანი იყო. ეს თავდასხმები ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული, რადგან ჯერ კიდევ 11 სექტემბრის ტერაქტამდე ალ-ქაიდას წინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერის განადგურება სურდა, რათა ავღანეთში ამ მოძრაობის არსებობა შეწყვეტილიყო. სიმართლეა, რომ მასუდის სიკვდილი, რაც სტრასბურგში გამოსვლიდან მომდევნო დღეებში იყო დაგეგმილი, მიზნად ისახავდა ავღანეთის ტერიტორიაზე ორგანიზებული ყოველგვარი წინააღმდეგობის მოძრაობის განადგურებას მანამდე, სანამ 11 სექტემბრის ტერაქტები სავარაუდოდ ან გარდაუვლად არ გამოიწვევდა ამერიკის მხრიდან სერიოზულ პასუხს. მასუდის მოკლა იმას უზრუნველყოფდა, რომ ამერიკელებს ხელშეწყობა არ ექნებოდათ მიწაზე. მასუდის შემდეგ ავღანეთი თითქოს ჯოჯოხეთისკენ მიექანება. მაგრამ იმიტომ არა, რომ მანამდე სამოთხე იყო. არა, სულაც არა. უბრალოდ აშკარაა, რომ 11 სექტემბრის ტერაქტების პასუხად მოხდებოდა ამერიკელების შემოჭრა, თალიბების რეჟიმის დაცემა, ჰამიდ ქარზაის ხელისუფლებისა და ლეგიტიმურობის აღდგენა. საერთო ჯამში შედეგად გვაქვს
დონალდ ტრამპის განცხადება ავღანეთში ჩარევის შეწყვეტასთან დაკავშირებით. რადგან, რაც უნდა ითქვას, ავღანეთის მართვას თალიბებს აბარებენ. 2001 წლის აპრილში ამერიკული არმიის შტაბის უფროსი მარკ მაილი ოფიციალურ განცხადებას აკეთებს და პასუხობს კითხვას ავღანეთის მომავალთან დაკავშირებით. ის ამბობს, კაბულის დაცემა გარდაუვალი არ არის, მაგრამ შესაძლებელია. შესაძლებელია ხელისუფლების სათავეში თალიბების დაბრუნებაც. შემდეგ კი ამბობს, უჩვეულო ფრაზას და მინდა წაგიკითხოთ. ყველაზე უარეს შემთხვევაში მოსალოდნელია ქვეყნისა და ავღანური არმიის ჩამოშლა, სამოქალაქო ომი, ჰუმანიტარული კატასტროფა და ალ-ქაიდას დაბრუნება ხელისუფლების სათავეში. ამისთვის ბრავო ჩვენ, დასავლეთის ქვეყნებს. მამის გარდაცვალებიდან 1 წლის შემდეგ აჰმადი დედასთან და 5 დასთან ერთად ირანში მიდის. შემდეგ ინგლისის სამეფო აკადემიაში სწავლობს, სანამ ლონდონის პრესტიჟულ კინგს კოლეჯში ჩაირიცხება, სადაც სტრატეგიებსა და საერთაშორისო ურთიერთობებს შეისწავლის. აჰმად მასუდი. გმადლობთ. გმადლობთ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. მასუდის ვაჟი მამას გარეგნობით ძალიან გავს. მასავით გულუხვი, უანგარო და პატრიოტია. მაგრამ გამოცდილება არ აქვს. არ გასულა ბრძოლის ველზე, სადაც ავღანელი ბელადი თავის რეპუტაციას აწვრთობდა. დარწმუნებული არ ვარ, რომ ავღანური საზოგადოების ძირეული დაავადების დაძლევას შეძლებს. კლანებად, ეთნიკურ ჯგუფებად და სექტებად დაყოფისკენ მიდრეკილებას გულისხმობ. წელს აჰმადი საცხოვრებლად ავღანეთში ბრუნდება, ფანჯშირის ხეობის სახლში, რომელიც ბავშვობაში ძალიან უყვარდა. 2018 წელს ქორწინდება და პოლიტიკაში მიდის. მამის მსგავსად ახალგაზრდებს უსმენს, მაგრამ განსაკუთრებულ ყურადღებას ასაკოვნებს აქცევს. მამის მსგავსად მასაც აწუხებს ქალების მდგომარეობა ავღანურ საზოგადოებაში. მამის მსგავსად ისიც ახლოს არის ხალხთან. მამის მსგავსად უყვარს წიგნები. ეს მამაჩემის ბიბლიოთეკაა. აქ ხშირად იყო. ამ კაბინეტში მოკალათდებოდა ხოლმე. რომ წაეკითხა და ემეცადინა. მე ომი შევისწავლე, რათა მშვიდობა დავამყარო და ომს ხელი შევუშალო, რათა გავიგო ეს რატომ ხდება და მისი თავი და ნაცილება შესაძლებელი გავხადო. უკვე 30 წელია ჩემი სამშობლო კონფლიქტების და ომის პირობებში ცხოვრობს და ეს ყოველ ჩვენგანს, ყველა თაობის წარმომადგენელს მობეზრდა. ჩვენ სტაბილური ქვეყანა, სტაბილური მთავრობა და მშვიდობიანი ავღანეთი გვინდა. მეც ამის იმედით ვცოცხლობ. მთელი ჩემი გული და ძალები მშვიდობიან ავღანეთზე ორიენტირებული. მაგალითისთვის, თალიბები ავიღოთ. ახლა ჩემს სამაგისტრო თემას ვწერ მათზე და იმ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, რომლებიც მათთან წამოვიწყეთ. არის თუ არა ეს ამაო, ან ქების ღირსი სვლა მთავრობის მხრიდან. ერთი რამ ცხადია, თალიბები იმას ვეღარ შეძლებენ, რასაც 90-იანებში აკეთებდნენ, რადგან ხალხის მხარდაჭერა აღარ აქვთ. ავღანელი ხალხი აღარ დაუშვებს ამ ქვეყანაში მათი ხელისუფლების ლეგიტიმაციას. არასოდეს. ფიქრობ, ასეთი მემკვიდრეობა არის ერთის მხრივ
ფასდაუდებელი განძი და მეორე მხრივ აუტანელი ტვირთი. და საერთო ჯამში, როცა ვიღაცის შვილი ხარ, ტვირთი უფრო მძიმე სატარებელია, ვიდრე განძი. თუ დღეს მასოდის მემკვიდრეობის განსაზღვრას შევეცდებით, ვიტყოდი, რომ პარადოქსულია, მაგრამ მისი მემკვიდრეობა დიდებული დაუმთავრებელი ეპოპეაა. მასუდი ისტორიაში ერთ-ერთ დიდ მეამბოხედ დარჩება, ხოლო ისტორიაში ყველა მეამბოხე ვერ აღწევს წარმატებას. დღეს ავღანეთს აჰმად შაჰ მასუდი სჭირდება. მაგრამ მე აჰმად შაჰ მასუდი არ ვარ და ვერც ვერასოდეს გავხდები. ის ქარიზმატული ლიდერი იყო, რომელიც კონკრეტულ სიტუაციაში მოხვდა და დაუჯერებელი საქმე გააკეთა. ჩვენ ზუსტად მივყვებით მის გზას, რათა მისი მისწრაფებები და რწმენა რეალობად ვაქციოთ. მისი გარეგნობის გადმოტანას არ ვჯერდებით და მოსახლეობას იმედს ვაძლევთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, რომლებიც მისი შესაძლებლობებისგან განსხვავებულია, მაგრამ გამბედაობა მისნაირი გვაქვს. ღმერთს ვევედრები, ჩემი ქვეყნისთვის დიდი საქმეების გაკეთებაში დამეხმაროს. შეიძლება შევძლო ან ვერ შევძლო, მაგრამ ცდილობას არ დავაკლებ, რომ მამაჩემის ოცნებები განვახორციელო. თუ იმ იდეებისთვის მოვკვდები, რომლებსაც მთელი ცხოვრება ვიცავდი, არ მინდა იტიროთ და გული აგიკანკალდეთ. აჰმად შაჰ მასუდი.